107 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სამხედრო ფიცის დადების ღონისძიება დღეს დედაქალაქის გარდა 5 ისტორიულ ქალაქში გაიმართა. საზეიმო ვითარებაში ფიცი 7-3-მდე ახალ წვეულმა დადო. დღეს უწყვეტი პროტესტის 180 დღეა. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში მსვლელობები გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობაც. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სალომე ზურაბეშვილი მიმართავს. ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებები. გისურვებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. გილოცავთ საქართველო. წერია უკრაინის საელჩოს განცხადებაში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს დანიის ელჩი. ყველა ქართველს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტირებულად. ულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს 180 დღის განმავლობაში თქვენ მტკიცედ გახართ ევროპული დემოკრატიული მომავლისთვის, წერს ლიეტუვის საგარეო. პუტინს რაღაც დაემართა, ის აბსოლუტურად გაგიჟდა. ის უმიზეზოდ კლავს უამრავ ადამიანს. განაცხადა ტრამპმა უკრაინაზე მასშტაბურ თავდასხმაზე.